ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვები უფრო მკვეთრად განიცდიან ყველაფერს, ძალიან უხარიათ რაღაცა, ადვილად წყინთ, ძალიან მოტივირებულები არიან, როცა რამე უნდათ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გამოვიდეთ მილიონჯერ ცადოთ, მაგალითად ფეხზე სიარული ბავშვი შეიძლება წაიქცეს 1000-ჯერ და ადგეს და გააგრძელოს და ეს ჩვენში იწვევს ხოლმე ძალიან ძლიერ შთაგონებას, ხო, რომ აი რატო არ ვართ ბავშვებივით, რატომ არის ჩვენთან, რატომ ხდება, რომ რაც დიდები გავიზარდეთ, ნაკლებად გვიხარია რაღაცები, ნაკლებად ბედნიერები ვართ, მეტი და მეტი სტიმულები გვჭირდება იმისთვის, რომ იგივე სიამოვნება მივიღოთ. რაც შეიძლება ბავშვობაში საკმარისი ყოფილიყო პატარა ერთი ცალი კამფეტი. მეორეს მხრივ დილით ბევრს გქონია ალბათ რომ იღვიძებთ დაღლილად, მიუხედავად იმისა რომ ნორმალურად გეძინა, ცხოვრება ჩანს მოსაწყენი, ერთ და იგივე რაღაცები ხდება. გირთულდება კონცენტრაცია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დოფამინთან. ბავშვს აქვს ძალიან მგრძნობიარე დოფამინის სისტემა და დოფამინი რო წარმოიქმნება, ამ დოფამინის მიერ ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერს ძალიან მკვეთრად ემოციურად აღიქვავს. მარტო დოფამინი არა, რა თქმა უნდა, სხვა ნეიროტრანსმიტერები და სხვა ფაქტორების მოქმედებს, მაგრამ თავარი მოთამაშე დოფამინია. დოფამინის გამოა, რომ ზოგი ადამიანი მოტივირებულია და ყოველდღე წამოხდება და აბა ეხლა დავაი ვაკეთებს და ზოგი ადამიანი წამოდგება და სიცოცხლე არ უნდა. დაბალი დოფამინი, მაღალია დოფამინი, ადამიანი მით უფრო მოტივირებულია. რა თქმა უნდა, არ არის დოფამინი ერთადერთი მოთამაშე და არც ასეთი პირდაპირ კავშირი არ არის, რომ დოფამინი მაგალითად ვიღაცა იფიქრებს, რომ მოდი შევუყვანოთ ადამიანს დოფამინი და ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი ეგეთ დროს არ იქნება კარგად, რადგან დოფამინი სხვა შეიძლება პირიქით ზემეტად აღგზნებადობა გამოიწვევს ადამიანს და გადაჭარბებული სტიმულაცია ადამიანს, ამიტომ ესე პირდაპირ დოფამინს არ აკეთებენ და თან აქ საუბარია ხოლო კონკრეტულ ტვინის კონკრეტულ უბანში დოფამინის მომატებაზე, პრეფრონტალურ კორტექსზე და არა სხვა ნაწილებში, რომ დოფამინის დეფიციტი ქონდეს ადამიანს, ექნებოდა პარკინსონის სიმპტომები ექნებოდა. ამიტომ არის რომ ადამიანს რომელსაც არ აქვს მოტივაცია, დოფამინი არ აქვს, ოღონდ ტვინის კონკრეტულ უბანში არ აქვს. ან აქვს, მაგრამ რეცეპტორებია ნაკლებ მგრძნობიარე. ან დოფამინის სისტემა მუშაობს ნაკლებ ეფექტურად. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასცა საჭიროება, რომ თქვათ, რომ ბუნებრივი გზები მოვძებნოთ, რითიც დოფამინის გავზრდით ჯანს აყავთ. ხო, ეხლა რატო გახდა ამის საჭიროება, რატო მაშინ ვიღაც იტყვის, რომ ჩვენი ორგანიზმი შეიქმნა ცუდად, რომ ეს დოფამინის პრობლემა გვექნება. არა, თანამედროვე ცხოვრება მოიტანა ეს და რატო? მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ასე ადამიანს არ ქონს. ქრონიკული სტრესი ეს არის ახალი მოვლენა. ქრონიკული სტრესი ბუნებაში ასეთი ფორმით არ არსებობს. ის არსებობს, რომ შეიძლება დაინახო მტაცებელი და გაიქცენ, ამ პირიქით შეიძლება დაინახო ის გაეკიდო, ან იჩხუბოთ, ვთქვათ. ეგრე არსებობს მომენტალური სტრესი, მაგრამ ქრონიკული სტრესი, ხო, აი დღეს რაც გვაქვს, რომ აი ის გასაკეთებელი მაქვს, იქ უნდა გადავიბრუნოთ ბავშვი და ასე არა, ესე არ იყო ხოლმე ადრე. და ანუ ადამიანის ორგანიზმისთვის უცხოა ქრონიკული სტრესი თრგუნავს დოფამინს. ძილის პრობლემები მნიშვნელოვანია, ღამემდე რომ ფილმს უყურებ, ან სკროლავ, ან რაღაცას აკეთებ, რა თქმა უნდა, საკმარისია რომ ღამე 1-2 საათით ნაკლები გეძინოს, დილით დოფამინი ნაკლები მოტივირებული ხარ, რაღაც დაღლილად გრძნობ თავს, კაი ჯანდებას არ გავაკეთებ, ამ რაღაცას ფიქრობ. მეორეს მხრივ, ადამიანი, როცა დოფამინი აქვს ნაკლები, ან ჩვეულებრივი რაღაცები მის დოფამინზე ვერ მოქმედებს და კმაყოფილებას ვერ გრძნობს, რას აკეთებს? იწყებს ძებნას მაღალი ინტენსივობის სტიმულაციის. და მაღალი ინტენსივობის სტიმულაციით რას პოულობს? გემბლინგს, იწყებს განამეტებულ კომპიუტერულ თამაშს, იწყებს კომპულსიურად სოციალურ მედიაში, აი 24 საათი რო სოციალურ მედიაში არის, ნარკოტიკია ეგეც. ნარკოტიკია, იმიტომ რომ ტვინისთვის უფასო მარტივი დოფამინია. იწყებს შეიძლება ზოგისთვის არის რომ მიდის და ნარკოტიკებს იღებს, ესეც დოფამინია და ნარკოტიკი რას აკეთებს თქვენი აზრით? რა გონიათ ნარკოტიკი? ნარკოტიკი დოფამინის დონეს მოატებს.
მთელი ფილოსოფია ყველა ნარკოტიკის როგორც არ უნდა იყოს ნარკოტიკი საბოლოოდ ზოგი იმ გზით ზოგი ამ გზით საბოლოოდ მიდის რომ დოფამინი ავიდეს ზევით აი ამ მთელი აზრი და ადამიანები ცდილობენ ამას მუდმივად არა ცნობიერად ქვეცნობიერად ცდილობენ რომ ხო ქვეცნობიერად არა ფროიდისეული გაგებით ანუ ჩვეულებრივი ყოველსაყვალო გაგებით ცდილობენ რომ მოიმატონ დოფამინი და რითი ცდილობენ არასწორად მარტივი ჩქარი დოფამინით როგორიც არის მაგალითად შაქარი ყავა ხო შაქარი დოფამინის დონეს ზრდის და ამიტომ არის რომ ტკბილი რატო უყარს ადამიანს დოფამინი სოციალური მედია დოფამინია ნუ შეხვალ ან დაგილაიქებს ან ვიღაცას ნახავ და მოგეწონება დოფამინი გემბლინგი დოფამინია მუდმივი სიახლეები დოფამინი და აი ამ პატარა არაპროგნოზირებად დოფამინის სპაიკებს ვიწვევთ თავის ტვინში და რას შრება ჩვენი ორგანიზმი რომ ანუ ეს მისთვის ეს არის ხმაური რომელიც არ ჯდება ლოგიკაში ანუ აზრიანი არ იყოს შენი მცდელობა რომ ეს დოფამინი რეალურად ჯილდოს ნეიროტრანსმიტერია რომელიც ადამიანის მოტივაციას აძლევს რომ გააკეთოს რაღაცა რომ მიიღოს ჯილდო ამისთვის და როცა უკონტექსტოდ ხდება და ზოგჯერ თავისით ადამიანს ესე დოფამინი ეძლევა ხო ეს გაუგებარია ორგანიზმისთვის და ამიტომ რა შრება დროთა განმავლობაში კარგავს გრძნობელობას ამ დოფამინის მიმართ და შენ სკროლავ სოციალურ მედიას და დღეში 9 საათი აღარ ყოფნის და გჭირდება დღეში 1 საათი მე გჭირდება დღეში 3 საათი და მე მთელი დღე შეიძლება იყოს ტელეფონში. აი ეს არის დოფამინი. ეხლა თქვათ მოდი რას ვაკეთებთ არასწორად, რომ რითიც ჩვენს დოფამინს ვავნებთ. პირველ რას ვაკეთებთ არის მუდმივი სტრესი. სტრესი პირველი ყველაზე მთავარი მკვლელია დოფამინის. ქრონიკული სტრესი გაქვს, იცოდი დოფამინი გექნება ნაკლები. ცუდად იქნები რა თქმა უნდა, დაღლილი იქნები რა თქმა უნდა. რომ ამბობენ ადამიანები დაღლილი ვარ, ხო და სულ სტრესი მაქვს. თუ სტრესი გაქვს, რა თქმა უნდა დაღლილი იქნები, იმიტომ რომ დოფამინი ნაკლებია. მეორე არის ძილი. ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ერთი უძილო ღამეც კი და ცუდად გამოძინება ერთხელ მაინც მნიშვნელოვნად წელს მეორე დონეს დოფამინი, მეორე დღეს დოფამინის დონეს ქვევით. მნიშვნელოვანი არის ასევე აი ეს მუდმივი სტიმულაცია, მაგალითად სოციალურ მედია, ან მუდმივად ტელევიზორის ყურება, ან მუდმივად მულტიტასკინგი ამას აკეთებს, იმასაც აკეთებს, იმასაც აკეთებს, ან მუშაობს და ყურებში ის ნაუშნიკები აქვს და usmens რაღაცას და დოფამინს გაკლებს ეს ყველაფერი. და მე მოწყენილობა ადვილად გეწყება, დაბალი ფრუსტრაციის ტოლერანტობა ანუ იმედგაცრუება გეუფლება ადვილად და მოტივაციას კარგავ ადვილად. შაქრის მიღებას ასევე დოფამინის იწვევს და მე ეს იწვევს crash დოფამინისგან, რომ დოფამინი ვარდება, მე დოფამინი ვარდება, ისევ გინდა დოფამინი და მარტივი დოფამინის წყარო ისევ შაქარია და ჭამისევ კამფეტს ან შოკოლადს. ამიტომ ჩვენ გვინდა სინამდვილეში რომ აღვადგინოთ დოფამინი ჯანმრთელად და ახლა გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ და როგორ უნდა გავზარდოთ დოფამინი. პირველი და ყველაზე მთავარი რისი გაკეთება შენ შეგიძლია დღეს და ხვალ და ზეგ და ყოველ დღე არის ვარჯიში. ვარჯიში დაახლოებით 20-30%-ით ზრდის დოფამინის დონეს. აი რამდენად მაგარი რამეა ვარჯიში, რომ 30 წუთი რო ივარჯიშო დღეში, დაახლოებით 30% გაგიმჯობესდება დოფამინის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ხარ, შეგმცირდება სტრესის დონე. ძალიან ბევრი კვლევა მიუთითებს ამაზე. ამაზე კამათი არ მიდის, ისე არ არის, რომ კვლევარები არ ფიქრობენ, რომ ნეტა ხო არ მუშაობს თუ როგორ ან მოქმედებს თუ არ მოქმედებს. არა, ვარჯიში დოფამინის დონეს ამჯობესებს, ფაქტია. დღეში 30 წუთი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ დილით გაიღვიძე, გადი გარეთ ცოტა ხანი. გაიხედე გარეთ დღის სინათლეზე მნიშვნელოვანია. გაღვიძებიდან პირველ საათის განმავლობაში ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ ცირკადული რითმი მოკლედ ცირკადული რითმი სინქრონიზდება მაგ დროს, როცა ანუ ღამე გეძინა და შუქი შემქრალი იყო, დილით ადექი და სინათლე შეხედა სინქრონულია ცირკადული რითმი და ამიტომ გადი გარეთ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე რისი გაკეთებაც შეგიძლია არის რომ დამთავრე რამე ერთი საქმე, არაკომფორტული საქმე დილითვე. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. ერთი პატარა საქმე დაამთავრე. აი, სულ მახსენდება ხოლმე ჩემს ვიდეოშიც მაგ ხოლმე ნათქვამი რომ ის იყო ადმირალი თუ ყოველ შემთხვევაში ვიღაც ის იყო რა
სამხედრო იყო და ეს ლექტორი ბავშვებს ეუბნებოდა თუ გინდა შეცვალო სამყარო გაასწორე საწოლი დილით, იმიტომ კი არა რომ ის ჰიგიენა და სისუფთავე და პეწენიკობა და არა, უბრალოდ რომ ერთი პატარა რაღაცა შესრულებული გქონდეს, დოფამინია. გაასწორე საწოლი, უკვე დოფამინი გამოიყო, რაღაცა მიზანი შეასრულე, არაკომფორტული, შეიძლება რაღაც ნებისმიერი რამე გააგზავნე წერილი, რომელიც გაგზავნეს დიდი ხანი გინდოდა და გერიდებოდა, თქვა, დოფამინია. დოფამინია, ნუ არა მე რა, თუ არ გამოვიდა. შენ გააკეთე, ეცადე და ეცადე თან ძალიან ბევრზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ რაც პატარა, რაც გიჭირდა, ეგეთი რაღაცა გააკეთე დილითვე და დოფამინს მიიღებ მთელი დღის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში დოფამინის დონე გაგიუმჯობესდება მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ მნიშვნელოვანი არის, რომ შეამცირე ჩქარი დოფამინი 12 საათამდე. ახლა ეს ნიშნავს, რომ დღის 12 საათამდე მოკლედ სოციალურ მედიას დაანებე თავი, შაქრებს დაანებე თავი, სკროლას დაანებე თავი, დილით დაანებე თავი, არ იკაიფო დილით მოკლედ, დილით გაგეთ საქმეები. აიგა მნიშვნელოვანი და დოფამინის დონე და ეფექტურობა მთელი დღის განმავლობაში გამჯობესდება. მნიშვნელოვანი შემდეგი არის, რომ დილა საღამოს დაიძინე რეგულარულად, ანუ ერთ-ერთი დროს დაიძინე, გაიღვიძე, ეგა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დოფამინი იყოს სტაბილური და ეხლა გეტყვით კიდე ერთ ძალიან საინტერესო რამეს, რომელიც ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი და ან ჩემ პირადი გამოცდილებიდანაც გეუბნებით, რომ ნუ პრინციპში რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი მაქვს გამოცდილი და ყველაფერი მუშაობს, ანუ ეგეთი არაფერი არ არის, მაგრამ აი ამან სასიამოვნოდ გამაოცა მოკლედ, რასაც ეხლა გეტყვით, რაც მართლა მუშაობს და თან ძალიან საინტერესოა. რომ დილით ადგები თუ არა შეისხით ცივი წყალი სახეზე. აი სახეზე კისერი, ხო? ეხლა ისე კი არა რომ შეიციო თავი და ის კისერი გაგიშეშდეს და რაღაც მაგაზე არა საუბარი, მაგრამ დაახლოებით 30 წამით, 30 ნუ 1 წუთის განმავლობაში ცივი შხაპი სახეზე. ან უბრალოდ რო თუ დილით ბანაობ ყოველ დილით, რომ ბანაობ თბილი წყალი და მე ცივზე გადაართე ბოლო 30 წამის განმავლობაში, ან ბოლო 60 წამის განმავლობაში ძალიან გაგიჭირდება, ცოტა ძნელი იქნება, მაგრამ ძალიან მაგარია და დოფამინს გააზრდის შემდეგი საათების განმავლობაში. ანუ აი სახეზე დილით სახეზე შესხმული ცივი წყალი დოფამინს გაგიდის რამდენიმე საათის განმავლობაში. ანუ მაგაზე მაგარი რამე რა უნდა იყოს. ანუ ბუნებრივი უფასო ნარკოტიკია რეალურად. რომ უფასო და ლეგალური თან და ძალიან საყირო ისა ხო ნარკოტიკის განმარტებაში აღარ ჯდება რა თქმა უნდა წყლის შესხმა, მაგრამ მაინც მართლა შველის მოგისმენიათ კიდევაც შეიძლება რომ სარეაბილიტაციო ცენტრები როა ნარკომანის იქაც აკეთებენ ხოლმე რომ ის აი ცივ შხაპს და რაღაც აჩვევენ რომ იმდენად ძლიერი დოფამინის სტიმულაციაა რომ ადამიანებზე აი თუნდაც ყოფილ ნარკომანებზე რომლებიც გამოჯანმრთელებას ცდილობენ ნიშნულოვნად ეხმარება იმათაც კი და შენთვის ხო რომელიცაც ყოველდღიურად ეგ არ არის პრობლემა რაღაც ნარკოდამოკიდებულება და უბრალოდ გინდა რომ მეტი დოფამინი გქონდეს თან ჯანსაღი რაც მთავარია ეგ რა პრობლემაა რომ შეიხი უბრალოდ სახეში ცივი წყალი აი ისა ძალიან დისკომფორტია მაგრამ კარგად გააციე და ეგრევე ხო, ნუ 25 გრადუსი, 10 გრადუსი ესე იყოს რა, წყლის ტემპერატურა დაახლოებით მნიშვნელოვნად ცივი უნდა იყოს, რაც მთავარია. ან შეგიძლია გახვიდე 2-3 წუთით გარეთ სიცივეში, ნუ ეხლა ზამთარია და ეხლა კაია და იმაში ზაფხულში ეგ სიცივე არ არის, მაგრამ მაინც კონტრასტულად სიცივე არის გარეთ, ამიტომ მაინც შეგიძლია გახვიდე. ხო, ცივ შხაპზე ხოლმე კიდე კითხვა რამდენამდე გავაგრძელ 120 წამამდე, ანუ 2 წუთამდე მოკლედ ბენეფიტები აქვს და 2 წუთის მერე უკვე აზრი აღარ აქვს. 2 წუთი იდგები ცივ შხაპში თუ 5 წუთი იდგები, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ 2 წუთი როგორც წესი საკმარისია და რო თუ სახეზე გინდა შეიცხა დაახლოებით 20-60 წამის განმავლობაში. ხო. შემდეგი ფაქტორი, რაც შეიძლება გააკეთო, გახვიდე გარეთ სიცივეში და სიცივეშიც რამდენიმე წუთი, 2-5 წუთი რო გახვიდე როგორც წესი საკმარისია. შემდეგი რისი გაკეთება შეგიძლია რომ დოფამინის დონე გაზარდო არის პირველი ჭამო ცილოვანი საკვები პირველი ანუ საუგზმე იყოს ცილოვანი
კვერცხი, იოგურტი, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, ხორცი, თევზი, ტოფუ, თხილი. ნებისმიერი რამე გაძლევს დოფამინს. რატო დოფამინი სინთეზირდება თიროზინისგან, თიროზინი არის ამინომჟავა და ის რაც შეიცავს ცილას, მისგან სინთეზირდება ჯამში დოფამინი, ამიტომ მნიშვნელოვანი ცილით დაწყება. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გაკეთებაც შეიძლება არის, რომ ამას ქვია მიზნის მოლოდინი, მცირე მიზნის მოლოდინი, ეს რას ნიშნავს? რომ დაისახე რამე მიზანი, რაც გააკეთებ 3 საათის განმავლობაში და მერე ვიზუალიზაცია გააკეთე, რომ აი ამ რაღაცას შეასრულებ. და მერე წარმოიდგინე დასრულების მომენტი წარმოიდგინე მოკლედ და მერე წარმოიდგინე ის მომენტი, რომ აი როგორ მოგეშვება, რომ აი რაღაცა შენც არა კომფორტული იყო და გააკეთე. და აი ეგ წარმოიდგინე და მერე უნდა თქვა, რომ აი როცა ამას დავამთავრებ, მორჩა. ავდგები, გავივლი, გავისერნებ, რაღაცას გავაკეთებ, რაც მინდა. ეგ არის ძალიან მაგარი რამე. აი უკეთესად რომ გავიგოთ რას გულისხმობ, მოვიყვან მაგალითს. აიღე რამე საკითხი, რისი გადაწყვეტაც შეგიძლია 3 საათის განმავლობაში. შემდეგი 3 შეიძლება ცოტა მეტი საათის განმავლობაში და არის ცოტა არაკომფორტული, მაგრამ არის კონკრეტული საგანი. შეიძლება იყოს თქვათ იმისი დალაგება, სამზარეულოს დალაგება, თევზების დარეცხვა მაგალითად. ან მნიშვნელოვანი წელის გამზადება დაწერა. ან დასეირნება მაგალითად 20 წუთის ან კონკრეტული რაღაც, ან 10 გვერდის წაკითხვა და მერე წარმოიდგინე ბოლო მომენტი, ან წარმოიდგინე ის მომენტი, როცა ამთავრებ, აი წარმოიდგინე რომ აი ამ 10 გვერდს ჩავედი ბოლოში და ვა რა მაგარი რამები გავიგე. ან წარმოიდგინე რომ აი ეს რომელიც ეს ამ წელის დააწერა და გააგზავნა მე სიკვდილებოდა მთელი კვირა რა ვდებდი, აი ეხლა დავწერ დავამთავრებ, აუ რა кайფი იქნება. ან აი ეს მაგალითად სამზარეულოს დალაგება ძალიან მეზარებოდა რა, ეს გახერხვა და რაღაცა და აუ რა кай შეგრძნება იქნება რომ მორჩები. და აი ეს ბოლო მომენტი უნდა წარმოიდგინო და მაგით ისიამოვნო და მე უნდა შეუდგე და გააკეთო და დოფამინის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის. აუცილებელია სხვა შორის რომ როცა დაასრულებ წარმოდგენაშიც კი უნდა თქვა რომ აი როცა დავასრულებ მორჩი ახლა დავისვენებ ან რაღაცას გავაკეთებ ან რაღაცას. შემდეგი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის მოწყენილობის ფანჯრის შექმნა. ანტისტიმულაციის ფანჯრის შექმნა. ეს რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად გაურბივართ მოწყენილობას. აი არ არსებობს რომ რაღაც ისა მუშაობ რაღაცა აუცილებლად ყურში უნდა მეკოთო და უნდა უსმენდე, ან უნდა სკროლავდე, ან მოწყენილობას გაურბივარ. სიამოვნებაში ეგ იწევს, რომ მუდმივად დოფამინს ვიღებთ და დოფამინის მიმართ მგრძნობელობას კარგავთ და უკმაყოფილო ვართ. ამიტომ დაანებე თავი ცოტა ხანი, დაანებე თავი მუსიკებს, დაანებე თავი ვიდეოებს, ცოტა ხანი იმუშავე ისე, რომ აი მარტო სამსახურზე იფიქრე, ცოტა ხანი წერე ისე, რომ მარტო წერაზე იფიქრე, ცოტა ხანი შეიძლება გამოაცხე რაღაცა ისე, რომ მარტო იმ გამოცხობაზე იფიქრე. სხვა არაფერზე არ იფიქრო. და ეს საკმარისია, რომ ან 15 წუთი, 20 წუთი გაიარე ისე, რომ ურსასმები არ გქონდეს. აი უბრალოდ გაიარე, შვიდად. სხვა არაფერზე არ იფიქრო, უბრალოდ გაიარე. და აი ეს მოგცემს დამატებით დოფამინის მგრძნობელობის გაზრდას დაახლოებით 20%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. და მცირე გამოწვევები არის ასევე მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ დადიხარ სპორტ დარბაზში, 1-ით მეტი აჯიმანია გააკეთე, 2 წუთით მეტი იარე, თუ დადიხარ. 1 გვერდით მეტი წაიკითხე, თუ კითხულობ. 1 წუთით მეტი ფოკუსირებით იმუშავე, თუ მუშაობ. ანუ პატარა გამოწვევა და გამარჯვება გააკეთე შენთან. 15 წუთით გვიან დალია ყავა, ყავა მოგინდა მაგალითად ეხლა თქვი, არა. მოდი 15 წუთით გვიან დავლევ ყავას, რა უჭირს არაფერი. და ეს პატარა გამარჯვებები დამატებით მოგიტანს მიკრო გამოწვევები მოგიტანს დამატებით დოფამინს და შემდეგი არის კიდევ ერთი დილით მცირე დისკომფორტი შევქმენ შენ თავს. აი დილით წამოხტები და თუ ცოტას ივარჯიშებ. აი მას ეს არ იცოდნენ რა თქმა უნდა ძველ დროს. დოფამინის ამბები არ იცოდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ხვდებოდნენ ადამიანები რომ დილის გამამხნევებელი ვარჯიში რო ამბობდნენ, ხო? გამამხნევებელი, აი გამამხნევებელში გულისხმობ დოფამინს. ან დილით თუ წამოხტები საწოლიდან და დაიწყებ ვარჯიშს, დოფამინია.
ასე რომ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იცოდე რომ რაღაცა არა კომფორტულს თუ გააკეთებ დილით, აი გაიღვიძებ თუ არა დოფამინია. და ეგ თან ჯანსაღი დოფამინი რა, რაც მთავარია, ენერგიით და мотивაციით რომ აგავსებს ეგეთი დოფამინი. და კიდევ ერთი პატარა საიდუმლო რომ თავიდან აირიდე გადაწყვეტილებებით დაღლა. ანუ ეცადე რომ ერთ-ერთი ტანსაცმელი ჩაიცვა. ხო, ეხლა ეგ გოგო ეპსტეინს ისე იმას ცოტა ცუდად რას ქვია ხომ, რომ ვისაც უყვარს ძალიან ის გაპრანჭვა და რაღაც, მაგრამ ან სინამდვილეში ეს ამცირებს გადაწყვეტილებების მიღებით დაღლას, რომ ერთ-ერთი რამე ჩაიცვა, ერთ-ერთი რამე ჭამე. სხვა გადაწყვეტილებების მიღება ზრგუნავს პრეფრონტალური კორტექსის დოფამინურ აქტივობას და იწვევს მენტალურ გადაღლას, დაბალ мотивაციას, თვით კონტროლს და ასე. ამიტომ არის რომ გადაწყვეტილებებში დიდად შენი დრო და ენერგია არ უნდა დახარჯო, რაშიც შეგიძლია რომ არ დახარჯო. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომრები მაქვს აღწერაში და შეგიძლიათ ან თქვენი მხარდაჭერა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია არხის ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ მართლა დიდი შრომა დევს ამ ყველაფერში და მართლა ძნელი ამის კეთება მუდმივად ყოველდღე თან ანუ თითო ვიდეოს რასაც გთავაზობთ ხოლმე ეს არ არის ისე რომ იცი მოდი იმას ვიტყვი რაც ვიცი ესე არ არის ანუ უდიდეს თემას ვამუშავებ ხოლმე და ძალიან დიდი დრო ენერგია იხარჯება ამ ყველაფერში რასაც ვაკეთებ იმისთვის რომ თქვენამდე აი ესე რაფინირებულად მოვიტანო რომ ანუ ზუსტად ის ინფორმაცია მოვიტანო თქვენამდე რაც საჭიროა და არა ის ანუ თავიდან არის უამრავი ინფორმაცია და იმ უამრავი ინფორმაციიდან გამომყავს მე ის რაც ძალიან საჭიროა აი ამიტომ თუ კი რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი არხი და შეგიძლიათ დავუჭიროთ მხარი არხს იმითი რომ ვთქვათ რაღაც ან დონაცია გააკეთოთ ან ანგარიშის ნომრები არ იქვავით ამ ხრივ თუ არა და ანუ ისედაც შეგიძლიათ თქვენი არხის მხარდაჭერის გამოხატვა სხვანაირი არის და ლაიქება, გაშეარება და კომენტარება ყველაფერს აქვს მნიშვნელობა YouTube-ის ალგორითმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ თქვენ დაალაიქოთ გააშეაროთ და დააკომენტაროთ მე ბოძის უხდი ყველას ვინც შეიძლება ყველა კომენტარს მე ვერ ვკითხულობ ვერ პასუხობ მაგრამ როცა როგორც კი მაქვს ხოლმე დრო გადავხედავ აუცილებლად კომენტარებს ხოლმე და ძალიან მახარებს თქვენი დადებითი კომენტარები ამიტომ მადლობას გიხდით ყველას აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით და მადლობა რომ გაინტერესებთ